რომლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა? თქვენთვის თუ მისთვის? ნახოთ აბა, თქვენ ტუზი პენტაკლი ხართ, თქვენ ხართ, ნახეთ, ტუზი პენტაკლი თან დასტის ბოლოს არის აქაც ორიანია, მაგრამ მე აქ დავამატებ, რადგან თქვენ ხართ გამოსახული აქ ორიანი ხმალი. თქვენთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ არც არაფერი არ გაქვთ დასამალი ამ ურთიერთობაში, არც გრძნობაში, არაფერში და ყველაფერი არის ძალიან ცხადი, სუფთახარო იტყვიან ესე. თვითონ არის აი ორიანი პენტაკლი, რაც კლოუნივით იქცევა ბოდიში, ახლა ვისაც ეწყინათ, მაგრამ ისეა როგორც უნდა, ისე მოდის ეს ენერგეტიკა, როგორც საჭიროა და აი მის ეს დამოკიდებულება და ხალხთა შორის თქვენ უფრო რაღაცა ბნელი ენერგიები გაქვთ ამ ცოტა შინაგანი დარდისგან, მას საერთოდ არ აღელვებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაინც ნათელი ენერგიებშია. თუმცა მე გეტყვი რომ ამ ადამიანს არჩევანიც აქვს, ეს არჩევანი შეიძლება იყოს ან შენ, ან სხვა, ან შენ, ან უშენობა, ან შენ, ან დედა, ან სამსახური, მოკლედ ნებისმიერი. ან ყოველთვის სასწორზეა ეს ყველაფერი. ამიტომ არ არის ამაში დარწმუნებული და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ილუზიებია ყველაფერი ბედნიერებასთან დაკავშირებით და მართეთ, რა თქმა უნდა, თქვენი გრძნობა, იცი როგორ რაღაცა არის, უარსაც არ ამობს ამ ყველაფერზე თქვენთან, მაგრამ მოკლედ ძალიან არაპროგნოზირებადია ეს პიროვნება. თუმცა არ ვიცი, რანაირად, როგორ, ვიზე ვკითხულობ ახლა ამ ყველაფერს. მაგრამ გრძნობა მაინც არის. აი, ხო ასეთი მერყევი სიტუაცია და ვერ დაეყრდნობი ამ ადამიანს, ხო და მნიშვნელობაც თავისთავად მასეთი მერყევი გამოდის, თუმცა აქ ძალიან ნათლად ჩანს, რომ ერთად მაინც გამოგდით სიყვარული, ერთად ყველაფერი გავიწყდებათ, მაგრამ არ არის ეს მოქმედებაში, რა თქმა უნდა, დამტკიცებული. კარმულია, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა და ძალიან ბევრს დაინახავთ, როგორც საკუთარ თავში, ასევე ამ ურთიერთობაში და თქვენთვის განსაკუთრებით წამალივით არის ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ შეიცვალო გახდე უკეთესი და უკეთესში გულისხმობ იმას, რა პოტენციალსაც ვერ უყურებ შენს თავში, იმას დაინახავ და ყველანაირ შიშებს, ფოფებს, რაც კი შეიძლება თქვენ მოკლედ ნერვებს გიშლიდეთ, ამ ყველაფერს დაძლევთ და არის თქვენში ძალიან დიდი ძალა და რესურსი, რომ იმას, რაც დასანგრევია, შენ ვერაფერს ვერ გაუკეთებ, ამიტომ ამაზე ნერვიულობა საერთოდ არ ღირს, დაფიქრდი უბრალოდ ცხოვრებაზე, დაფიქრდი შენს ადგილზე, სად ხარ, სად იმყოფებ და სად იმყოფება შენი ფიქრი. მიყევი რაღაცნაირად დინებას, ოღონდ მკვდარი თავზივით არა. მიყევი დინებას, აი შენი გეგმებით, შენი წარმოსახვებით და არ შეეწინააღმდეგო ცხოვრებას და დროს, რომელიც აუცილებლად ძალიან დიდ გაკვეთილს გაჩვენებს. და ეს იქნება, რა თქმა უნდა, შენთვის როგორც სულიერი საზრდო, ასევე იქნები დაკმაყოფილებული. აი, იცი როგორ რაღაცა ამოდის, რომ შენ შეძლებ იმას, აი რაც გინდოდა მთელი ცხოვრება ბავშვობაში, როგორიც გინდოდა ყოფილიყავი, შენ ყველაფერს შეძლებ და რაღაცა აი ეს ადამიანი და ეს ურთიერთობა გაძლევს ამის ძალასაც, შთაგონებასაც და იმედ გაცრუებასაც.